ჩვენ დღეს 39 თავის კითხვას ვიწყებთ დაბადების წიგნისა და მინდა გითხრათ რომ აი 39 თავიდან მოყოლებული ეხლა რო ჩავალთ 50 თავი ასულ დაბადების წიგნში თქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ იოსების ისტორიის კითხვა იქნება ეს მთლიანად და ბიბლიაში მე ადრეც რაღაცნაირად ისე მიგანიშნეთ და ეხლა კვლავ გეტყვით რომ ბიბლიის აი ეს ადამიანები იმ სიტყვის გამოყენებაც კი მიჭირს ეხლა რო ვთქვა რომ პერსონაჟები მეთქი იმიტომ რომ პერსონაჟები რაღაცა ლიტერატურულ მხატვრულ ლიტერატურულ შეიძლება მოთხრობებს ახდენს თან და ეს მხატვრულ ლიტერატურული მოთხრობა არ არის ეს გახლავთ პირველ რიგში ღვთივსულიერი წიგნი და მეორე რიგში გახლავთ ისტორიული წიგნიც ამავდროულად იმიტომ რომ რაც აქ არის მოთხრობილი ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი კი არ არის ეს არის რეალური ისტორია რომლის შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომელიც მოხდა რაღაცა გარკვეული დროის უკან და ჩვენ ვიცით რომ აქ არანაირად ესე იგი ვიღაცის მოუნდა ეხლა და რაღაცა ჰარი პოტერი რო დაწერა ესე არ დაწერილა ყოველ შემთხვევაში იოსების ისტორია ამიტომაც მიგანიშნეთ მე თქვენ მაშინაც რომ უნდა გყავდეთ ბიბლიას უნდა კითხულობდეთ და უნდა გყავდეთ თქვენთვის საყვარელი ესე იგი მოქმედი ადამიანები რომლებიც ამ ბიბლიაში არიან მოთხრობილნი და ნუ ვიღაცამ შეიძლება მე მქონდა როდესაც გავდიოდით ამ წიგნს ვიღაცამ თქვა რომ არა ნუ ჩვენ ა ブラ ამი ესე იგი განსაკუთრებული და მართლაც განსაკუთრებული ა ブラ ამი არ შეიძლება რომ არ აღნიშნოს ეს კაცმა მაგრამ როგორც კი დაიწყებ მე იოსების კითხვას აღმოაჩენ რომ იოსები როგორი ღვთივსულიერი ადამიანია და რას აკეთებს იოსები და როგორ ცხოვრობს იოსები გადახვალ მე შემდეგ წიგნზე რომელსაც გამოსვლათა წიგნი ქვია და ნახავ მოსეს ისტორიას და საერთოდ გაგაოგნებს ამ ადამიანის ცხოვრება, მოღვაწეობა, მოქმედება, აი პირველი ახლა რაც მართალი გითხრათ თავში მომივიდა, ღმერთი ეუბნება რომ ახლა ამერსო მთლიანად გავანადგურებო. მოსეს ეუბნება წარმოედგინეთ. ებრაელი, იმიტომ რომ ძალიან აღაშფოთებენ ღმერთს თავიანთი საქციელით, მინდა გითხრა და ეუბნება რომ ამერსო ახლა მთლიანად გავანადგურებო და შენგან წარმოვშობ ახალ ერს ეუბნება, აი როგორც ვთქვათ ა ブラ ამისგან წამოვიდა ისევე მოსეს ეუბნება რომ შენგან წარმოვშობ ახალ ერს და მოსე გადაუდგება ესე ამ ერის წინაშე დადგება, გადაუდგება ღმერთს და ხელებს ასწევს და თუ ამათ განადგურებთ, მაშინ მეც მათთან ერთად. აი ესეთი თავდადებული სიყვარული შეეძლო მას თავისი ერისა და აი ესეთი თავდადებული იყო ეს ადამიანი. ამიტომაც ვამბობ რომ როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიას და კონკრეტული პერსონაჟი გვხვდება, რომელიც ამა თუ იმ მოქმედებას ჩადის, თავის შეცდომებით დღეს ჩვენ წავიკითხავთ, რომ იოსები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ სულიერ სიმაღლეზეა მისული, ჩვენ ვნახავთ, რომ მას რაღაც ერთის პატარა ესეთი სიტყვა შეეშლება და ეს შეცდომა მას ძალიან ძვირი დაუჯდება. აქედან გამომდინარე, ეს იმასაც გახსენებს, რომ როგორი დიდია პასუხისმგებლობა, როდესაც ესეთი დიდი ხარ ღვთის წინაშე შენ თვითონ. ამიტომაც კითხულობ, ეცნობი აი ამ ადამიანებს და ხვდები როგორი უნდა იყო, როგორი არ უნდა იყო, როგორ არ უნდა დაუშვა შეცდომა, როგორ უნდა იცხოვრო და ასე შემდგომ. ეხლა თვითონ ტექსტს დაუბრუნდები, ეს მოკლე შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ ჩვენ ნაწილი რო იცოდეთ სულ იოსების ისტორიას წავიკითხავთ, რა თქმა უნდა შევეხებით ხან პირდაპირ და ხან ირიბად მის ძმებს და აუცილებლად შევეხებით იმ სახესიმბოლოებს, რომელიც გამოხატულია, რომ იოსები პირდაპირ განასახიერებს ამ შემთხვევაში ქრისტე მაცხოვარს, რომელიც მოევლინა ამ სამყაროს კაცობრიობის გამოსახსნელად ცოდვის ტყვეობისაგან. დაემკვიდრა იაკობი მამამისის, რას კითხულობ კაც? 39 თავი. ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იგი ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, ქონდა ქართულ ხუცესმა ეგვიპტელმა, ისმაელიანთაგან, რომელთანაც ჩაიყვანეს იგი. ეხლა მე თქვენ 37 თავის დასასრული უნდა წაგაკითხოთ კვლავ. ნახეთ რა წერია. მიდიანელებმა მიყიდეს იგი ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, ქონდა ქართულ ხუცეს. აქ წერია რომ მიყიდეს ისმაელიანთაგან. იქამდეც გახსოვთ რამდენჯერ წავიკითხეთ. თუ წინა შეხვედრაზე თუ გახსოვთ რომ აი ჯერ მიდიანელებმა მიყიდეს ისმაელიანებს, მერე ისმაელიანებმა დაიბრუნეს. ესე იგი გადმოცემა არსებობს, რომ 4-ჯერ მოხდა მისი ხელიდან ხელში გადაცემა. მოხდა იმიტომ, რომ სანამ ეგვიპტეში ჩავიდნენ.
ხო და დრო არ ვიცი რამდენი ხანი მოუნდებოდათ ეგვიპტეში ჩასვლამდე ეხლა მაგრამ ფეხით რა თქმა უნდა ეხლა კარავანი მიდიოდა და მაგრამ საქმე რაში არის არსებობს გარდამოცემები როდესაც იოსები რა თქმა უნდა ტყვეთ იყიდეს მიდიანელებისგან ისმაელიტიანებმა ამის შემდგომ მიდიანელები დაეწივნენ მას იმიტომ რომ ეშინოდათ იმ უბანში მიდიანელებს თვითონ წაეყვანათ რატო იცით რომ ეს ხო ჭაში ჩაგდებული კაცი იყო და იფიქრეს რომ ხო შეიძლება შემთხვევით ჩავარდა იქ კაცი და აღმოჩნდა რომ პატრონი ყავდეს მას ძალიან სერიოზული და ისეთი და მოგთხოვოს პასუხი რომ ვისყიდი როგორ ყიდი და ამოიყვანეს და გაყიდეს სასტრაფოდ რომ ფული ეშოვა რო ნახეს რომ ცოტა საშიშ ზონას გასცენ რომ იქ ახლო უკვე აღარავინ არ კითხულობს ამ კაცის ბედი იღბალს დაეწივნენ და უკან გამოისყიდეს იმიტომ რომ გარეგნულად ძალიან ლამაზი იყო იოსები დღეს ჩვენ ამაზე მოგვიწევს საუბარი და გამოისყიდეს იმიტომ რომ ეგვიპტეში სხვა მიზნები ჰქონდათ უფრო ძვირად გავყიდითო რომ გამოისყიდეს მოხდა ესეთი ფაქტი როგორც გარდამოცემა ამბობს ამას რომ ჩაუარესო ბეთლემს იმ ადგილს სადაც გარდაიცვალა დედამისი რაქელი და დაიწყო იოსებმა ხმამაღლა ტირილიო და რაღაცნაირად შეკრული კი იყო და გაეხსნა ამათო და გაიქცაო და დაემხო დედამისის საფლავზე გზიდან ახლოს არის ის საფლავი დაემხო დედამისის საფლავზე და დაიწყო ტირილიო დედამისო 17 წლისა ამ დროს იოსები სულად ახალგაზრდა ხმაწვილია და რომ ღვირის დედამიშველი რაღაცა იქიდან მოისმა ხმაო და ეს ხმა გაიგონეს ამათმაო ამიდიანელებმაო საფლავიდან მოისმა ხმა ნუგეშინია საფრთხო განგებულებით ხდება ყველაფერი როგორც ხდებაო და შენ ღმერთი გიცავსო ამიტომაც იოსები ბედშეურიგდა ამ ხმის გაგონების შემდგომ მაგრამ ამათ შეეშინდათო რო შეეშინდათო ისევე მიყიდეს ისმაელიანებსო არსებობს ესეთი გარდამოცემა კი წავიდნენ მე გზაში და მე ისე უკან დაბრუნების პროცესი იყო თუ არ იყო მოკლედ ეს თემა ეხლა ჩვენ აგვაცდენს იმას სავარსალაპარაკოს ამიტომ გავაგრძელოთ კვლავ 39 თავი რომ ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იგი ფოტიფარმა ეს გახლავთ სახელი კაცისა რომელიც გახლავთ ფარაონის კარზე ესეთი თანამდებობა არის ქონდა ქართუხუცესიო ეს არის როგორ ქვია თანამედროვე სამყაროში ვერ გეტყვი ძალოვანი სტრუქტურების მინისტრია ესა თუ რატო იცით რომ ეხება მას ციხეებიც მასაბარია ფარაონის უშუალო დაცვაც მასაბარია ამიტომაც რაღაცა ეთყობა რა ძალოვანთან აკავშირ ეხლა ჩვენთან ვაი დაახლოებით ესე ჩემოდა არა მარტო და რატომ გეტყვით იცით რომ დღევანდელ დღეს ეს დაყოფილია რომ თქვა ვიღაცამ შეიძლება უშიშროების სამსახურს ყურირებდეს ვიღაცა თქვა ჯარს ვიღაცა შინაგან ჯარს და ასე შემდგომ და როგორც ჩანს მაშინ ეს ერთ კაცზე იყო გადანაწილებული იმიტომ რომ ჩვენ ტექსტი ამას გვაჩვენებს რომ ამ კაცს ეკუთვნოდა ფარაონის დაცვაც ამ კაცს ეკუთვნოდა ციხეებიც და ამ კაცს ეკუთვნოდა კიდე სხვა რაღაცები რაც აი დაახლოებით ესეთი ამბავია ძალოვანი მინისტრია მოკლედ რა უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში დაინახა მისმა ბატონმა რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი რას ნიშნავს რომ დაინახა ჩვენ ესეთი ტექსტი არაერთგზის წავიკითხეთ როდესაც თქვა აბრაამი ჩავიდა რომელიღაც ქვეყანაში და ნაყოფიერი გახდა ის მიწები და როგორ დაიწყეს იქაურმა ცხოველებმა ისააკი რო ჩავიდა გახსოვთ იქ აბიმელექთან და აბიმელექს რო აღარ უნდოდა მე უკან რო წასულიყო ისააკი გაშვება იმიტომ რომ ხედავდა რომ როგორ მრავლდებოდა მისი თქვა ცხოველები ისა ჯოგი და ასე შემდგომ თქვა მოსავალი როგორი ეძლეოდა ფოტიპარიც ესეთ რამეს ხედავს თუმცა კი ისევე ებრაულ გარდამოცემას გავიხსენებ რომ ფოტიპარს უყვარდაო თავის მოსამსახურეების გაწვალებაო და ამიტომ იოსებთანაცო დაიწყო იყიდა როგორც ჩვეულებრივი მონა გარეგნობით ლამაზი ბიჭია ჩააწვეს და სახლში ასწავლეს ჩვეულებრივი მსახურება და დაუძახებდაო რა რომ მომიტანე ისა რა ქვია თბილი წყალი რომ რაღაცა ჩაის მსგავ ნაყენი უნდა დაელია რომ მოგხონდა გზა შეუნება არა თბილი კი არა ცივი მინდა და ისო უკან კი არ ბრუნდებოდა ეგრევე გზას აგრძელებდა და ეუბნებოდა რომ უკვე ცივიაო არა წყალი კი არ მინდა ღვინო მინდა და ღვინო მოგართვითო ამას ეუბნებოდაო იოსებსო ესეთი ის ჰქონდაო ღმერთისგანო რაღაცა რადგან ესე დაიჩაგრაო ღმერთმა ასეთი ძალა მისცაო ესეთი გარდამოცემა არსებობს ეს ბიბლიაში არსად არ წერია რა თქმა უნდა მაგრამ ფოტიპარმა რო ნახა რომ ეს ესეთი ადამიანია მასთან ესეთი ხუმრობა აღარ გაუგრძელებია სხვა რამეებში კი გამოსცადა და ვნახავთ რა მოხდა პოვა იოსებმა მადლი მის თვალში და გახდა მისი მსახური დაადგინა იგი ბატონმა თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ჩააბარა. მას შემდეგ რაც ჩააბარა თავისი სახლი და მთელი თავისი საბადებელი,
აკურთხა უფალმა ამ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო არ დაგავიწყდეთ. და იყო უფლის კურთხევა ყველაფერზე, რაც კი ებადა მას შინდა გარეთ. მიანდო მთელი თავისი საბადებელი იოსებს და ვიდრე იოსები მასთან იყო, სმაჭამის გარდა სხვა საზრუნავი არაფერი ქონია. იცით როგორი სიტყვა წერია. მხოლოდ ის პური იცოდა, რომელიც მაგიდაზე იტო. ეს არის გამოთქმა, ანდაზასავით გამოთქმა. რას ნიშნავს, იცით რომ პური რომელიც მაგიდაზეა, მოცემ ის შენ თვითონ უნდა აიღო და პირამდე მიიტანო, ხო მართალია. მაგრამ აქამდე როგორ მოდიოდა, ამ ამბებს აღარ კითხულობდა ეს კაცი. ანუ ყველანაირი პრობლემა, საოჯახო პრობლემა, აბსოლუტურად ყველანაირი გადაწყდა იოსების მიერ, რადგანაც იოსებმა დაიმსახურა მისი ნდობა, არა მარტო იმით, რომ ესე იგი ლამაზი იყო გარეგნობით, არამედ იმით, რომ რაღაცა საღვთე განგებულებით, რაღაცა განსაკუთრებული ხდებოდა და ფოტიფარი ამას გრძნობდა, მიხვდა რა თქმა უნდა, რომ არ ქონდა ჩვეულებრივ მოვლენასთან საქმე და ამიტომაც ეს ადამიანი, ამ ადამიანს აქვს ჩაბარებული ძალიან დიდი მეურნეობა. ესეთი ადამიანი ახლა მოგეხსენებათ, რომელიც ფარაონის კარზე ასეთ თანამდებობას იკავებს, ხო არ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ, რომ ესეთი თანამდებობის ადამიანი რაღაცა გაჭირვებულად ცხოვრობდა და არ ქონდა მას თავისი მეურნეობა. რა თქმა უნდა, თავისი მონები ყავდა მას უამრავი, ქონდა თქვათ იქ ბაღჩები, ბაღები და ასე შემდგომ და ეს ყველაფერი ჩათვალეთ, რომ იოსების გამგებლობის ქვეშ აღმოჩნდა, როგორც კი ესეთი ნდობა მოიპოვა მასთან. მაგრამ იგივე მეხუთე მუხლში ნახეთ რა წერია. შვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად. ამ ამბების შემდეგ იყო რომ თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა დაწექი ჩემთან. აი ამ ბატონის ფოტიფარის ცოლს, რა თქმა უნდა ესეც ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ ეს ამბავი სხვათა შორის მუსულმანურ სამყაროში ძალიან ცნობილი ამბავია. და მუსულმანური გადმოცემების მიხედვით ამ ქალს ერქვა ზულეიკა. საიდან მოაქვთ ეს სახელი მე მართალ გითხრათ, არ ვიცი და ვერც იმ წყაროებს დაგისახელებთ ახლა როგორ და რანაირად, მაგრამ თვითონ სახელი არის ზულეიკა, ესეთი გამოყენებული, ეს იყო ქალი ზულეიკა, რომელსაც იოსები ძალიან მოეწონა და ეგვიპტეში ეს მაშინდელ ეგვიპტეში გასაკვირი არ იყო, რომ ადამიანები მრუშობდნენ და წარმართები იყვნენ ზოგადად და დიდად ზნეობრივ საკითხებს რაღაცნაირად ესე არ უყურებდნენ, როგორც ამას უნდა უყურებდეს ნამდვილად ზნეობრივად გამართული კაცი. ნახეთ რა შეუბნება იოსები. იუარა და უთხრა თავის ბატონის ცოლს, რაც მე მასთან ვარ, საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს. მთელი თავისი საბადებელი მეჩამაბარა. ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში. იმეორებს თავის თანამდებობას. არაფერი აუგრძალავს ჩემთვის გარდა შენი თავისა. ოღონდ ეს ხო არ გონიათ რომ ეხლა იმან აუგრძალა რომ ყველაფერი შენია ჩემი ცოლის გარდაო. რა თქმა უნდა ამ სიტყვებს ახლა არც ერთი ჯანსაღი მამაკაცი არ იტყვის, ხო? რას ქვია ახლა ყველაფერი შენია ჩემი ცოლის გარდაო, ამ სიტყვებს ხო არ იტყოდა? აქ რა ლაპარაკია? უბრალოდ იმ მორალურ ზნეობრივ კანონზე, რასაც ეუბნება რომ ყველაფერი მე მომანდო, მაგრამ არაფერი აუგრძალავ ჩემთვის გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. ეს გახლავთ 17 წლის იოსები, რომელიც იქ თქვენ გაიყიდა და ნუ თქვათ დაუშვათ. ერთი წელია გასული, გნებავთ 2. 19 წლისაა იოსები თუ 20-ის და რომელიც ძალიან ლამაზ და ძალიან მდიდარ ქალთან ურთიერთობაზე ამბობს ვარს, იმიტომ რომ ის არის ზნეობრივად ესეთი გაწორასწორებული პიროვნება. მე გაგახსენებთ რომ ჩვენ 38 თავი წავიკითხეთ, როგორი ამოვარდნა იყო. მისი ძმა, ერთი და იგივე ოჯახში დაბადებული ძმები. იუდა და ერთი და იგივე ოჯახში დაბადებული ძმა, ერთი და იგივე მამის გაზრდილი, წმინდა პატრიარქის იაკობის მიერ გაზრდილი იუდა და იაკობის გაზრდილი იოსები. როგორია ნახეთ? იუდა, ესე იგი გლოვის დღეები გავიდა თუ არა, მაშინვე მეძავთან წვება და იოსები, რომელიც 19 წლისაა და სისხლირო დუხს ამ დროს და ესე იგი ვინმე მაკეთ შემოსთავაზოს კი არა, იქეთა აქვს აყლეპილი ახლა კაცვალები, აბა ახლა ვინმეს რამეს გამორჩეს, წარმოიდგინეთ, იოსები არის ეს ადამიანი ამ ასაკში, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება ჩვენი ურთიერთობა, გასაგებია შენ გინდა, მაგრამ არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არ ეთანხმება ზნეობრივ, კაცობრივ, რაღაც ადამიანურ კანონებს. ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს.
მაგრამ ვერ დაიყოლია, რადგან მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო. იცით რა, მე უნდა გავიხსენო კვლავ ერთი გარდამოცემა, შეიძლება არც იყოს ეხა საინტერესო და ბიბლიური ისტორიასთან ისეთი, მაგრამ რატო იყო ეს ქალი ესე ჩაციკლული მოკლედ ამ იოსებზე? პირველ რიგში იმიტომ რომ გითხარით რომ ძალიან ლამაზი იყო და გარეგნულად ძალიან მოეწონა და რაღაცა ნება ჰქონდა მის მიმართ და უნდოდა რომ იოსები მისი საყვარელი გამხდარიყო. მაგრამ არსებობს ესეთი გარდამოცემა რომ ამ ქალს ყავდა მეგობრები და ნუ არავის არ უკვირდა მაშინ რომ ცოლი ქმარს ღალატობდა და ქმარი ცოლს როგორც ჩანს. მაგრამ უთხრეს ამ ქალებმა რომ რას გადაეკიდე ვიღაცა მონასო რა ჯანდაბად გინდაო ეს მონაო კაცო კაცები დაელიაო თუ მაინც და მაინც ეხა რაღაცა ქრის გარეშე გინდა რომ ცოტა კაი არ გამოიარო ვინმე სხვა ნახეო უთხრეს და კაიო ამ ქალმა უთხრა ოღონდ ჯერო ჩემთან მოდითო სახლში სტუმრათო და ყველანი დაპატიჟა სახლში სტუმრად ყველას მიართვა თითო ციტრუსი და ძალიან ბასრი დანა და გავწქვენითო უთხრა და ამ დროს დაუძახა იოსებს იოსებს შემოდიოდა იოსები რო შემოვიდა ყველამ თითი გაიჯრაო არსებობს ესეთი გარდამოცემა და ამიტომაც რადგანაც ესე იგი ყველამ თითი გაიჭრა ყველასთვის გასაგები იყო ესე იგი ამ ქალის ესეთი დაჟინება იმიტომ რომ ნახეთ ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს მაგრამ ვერ დაიყოლია ანუ ყოველდღე რო ელაპარაკება ქალი 19 წლის ბიჭს ესე ვთქვათ პირობითად რა ნუ შეიძლება ისევ 17-ისაა და სულ რაღაც 3 და 4 თვეა გასული მაგრამ ნუ მაქსიმუმი რო ვთქვათ რა ერთ დღეს იოსები შევიდა სახლში თავის საქმეზე და სახლეულთაგან შინ არავინ იყო. რას ნიშნავს შინ არავინ იყო? ეხლა ამხელა სახლში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ამხელა მინისტრის სახლში არავინ რო არ ყოფილიყო, ესეთი რამ არ ხდება. არავინ იყო, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ თავიანთი რაღაცა წარმართული დღესასწაული. ისინი აღმერთებდნენ მდინარე ნილოს. მერე ჩვენ თუ მოგვეცა ამის საშუალება რომ ვილაპარაკოთ გამოსვლათა წიგნის სასწაულებზე და მე ვფიქრობ რომ თუ მთლიანად წიგნი ვერ მოვასწარით ამ სასწაულებზე მაინც უნდა ვილაპარაკოთ არც ერთი სასწაული რომელიც მოსემ მოახდინა ეგვიპტეში ეს შემთხვევითი კი არ ყოფილა ის რო ვთქვათ ნილოსის სისხლად გადაიქცა და ის რო ვთქვათ იქ გომბეშვები გამრავლდა და იქ რომ რა ბუზები გამრავლდა რაღაცა მუმლი მწერები და მეხი იყო თუ რაღაცა იყო არც ერთი არ ჩათვალოთ ეს რომ რაღაცა მოსეს მოუნდა და თქვა და გომბეშო არა რა შუაშია ეს ყველა იყო მიმართული მათი კეფთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ აი რაღაცა კერპი ჰქონდათ და აი ამ კერპს ებრძოდნენ ებრძოდა ამ შემთხვევაში ღმერთი იმიტომ რომ ეჩვენებინა რომ ეს კი არ არის ღმერთი სხვა არის რომელიც ზეცაშია რომელმაც შექმნა წადა ქვეყანა იმიტომ რომ ნილოსი მათთვის იყო ერთ-ერთი ღმერთი და თუ ნილოსი სისხლად გადაიქცა მოსეს ბრძანებით გამოდის რომ მოსი ამ ღმერთზე უფრო მაგარი ყოფილა რომ უბრძანა და გადაიქცა სისხლად როგორ შეიძლება ღმერთს რამე უბრძანო აქედან გამომდინარე თითოეული ეს სასწაული ჩვენ მერე თუ მოგვეცა მეთქი რა ვიცი ვნახოთ როგორ გვექნება ამის საშუალება თითოეულ სასწაულზე თუ ვილაპარაკებთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქაც ნახეთ ისინი არიან წასული ამ დღესასწაულზე რა თქმა უნდა ყველანი უნდა წავიდნენ იოსები ბუნებრივია ამ დღესასწაულზე არ მიდის იმიტომ რომ რომელი ღმერთი და რომელი სად ნილოსი ახლა იოსებმა ზუსტად იცის ერთი ღმერთის არსებობის შესახებ და რა თქმა უნდა აი ამ წარმართობაში არ მიიღებს მონაწილეობას მაგრამ რატომ რჩება ქალი სახლში იმიტომ რომ ამ ქალმა ზუსტად იცის რომ იოსები ამაში არ მიიღებს მონაწილეობას და ამიტომაც ეს ქალი მარტო რჩება რომ იოსებთან აღმოჩნდეს მარტო როდესაც შევიდა სახლში თავის საქმეზე სახლეულთაგან შინ არავინ იყო ჩაებღაუჭა ქალის სამოსელში და უთხრა დაწექი ჩემთან იოსებმა ხელში შეატოვა სამოსელი და გაავარდა გარეთ ეხლა ეს რომ იცოდეთ თქვენ პრაქტიკულად როგორ მოხდა ეხლა დღევანდელ დღეს ეს შეიძლება გაუგებარი იყოს ეხლა კაცო ჩაებღაუჭა კოსტუმი აცვია გაიხდის ამ კოსტუმს გაიქცევა საროჭკით ნუ საროჭკით რო იყოს ამდენი არის ხო საროჭკას გაიხდის და მაიკით დარჩება ბოლო ბევრი რამეს იყო ეგვიპტის ჩასაცმელი ეგვიპტური ჩასაცმელი იცით როგორი იყო წარმოიდგინეთ ესეთი გრძელი ნაჭერი რომელიც იყო წელზე შემოხვეული თქვათ ერთხელ შეიძლება ორჯერ მერე წელიდან გადმოტარებული იყო ბეჭზე და აი აქ იყო ჩამაგრებული აქ მეორე მხარეში შველი ჰქონდა ადამიანს ხო გახსოვთ ესეთი ეგვიპტური ძველი იმაზე სურათებზე იმაზე გექნებათ ანუ წარმოიდგინეთ ნაჭერი შემოიხვი ადამიანმა წელზე ერთხელ ორჯერ და ერთხელაც გადმოიტარა ასე მხარზე და აქ ჩაიმაგრა ეს არის თლიანი ჩასაცმელი
ეს არის შენი შარვალ კოსტუმი, ეს არის შენი, ესე იგი, სპორტულიც და ყველანაირი. ამის მეტი კაც არაფერი არ აცვია. ამიტომაც თუ ამას მოკიდა იმან ხელი და იოსები გაიქცა, ბუნებრივია ეს ნაჭერი თუ ქალს დარჩა, იოსები დარჩა აბსოლუტურად ჭიშველი. მას არაფერი არ აცვია, მაშინ არ იყო კიდე ეს ქვედა საცვალები და ზედა საცვლები საერთოდ არ არსებობდა მაშინ. როცა დაინახა ქალმა რომ ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი და გარეთ გაიქცა, დაუძახა თავის სახლეულებს და უთხრა: "სად დაუძახებდა ისინი წასულები არიან, მაგრამ წარმოიდგინეთ ეს ქალი როგორი გაბოროტებულია, რომ თავის ვნება, აი ვნებით შეპყრობილი ადამიანი როგორია. როდესაც თავის ვნებას ვერ იკმაყოფილებს, იმდენად არის გაბოროტებული, რომ რაღაცა ოღონდაც ავნოს მერე. აი სულ რაღაცის ვნებაზეა გადასული, რომ ვიღაცას რაღაცა ავნოს. შეიძლება იმ თავის ობიექტსაც კი, რომლის მიმართაც აქვს ეს ნება, იმასაც ვერაფერი ვერ გაქვს, მაგრამ ვიღაცას რაღაცას დაუშავებს, იმიტომ რომ ესე იგი შინაგანი ვნება, რომელიც ცეცხლივით წვავს შიგნიდან ადამიანს. ამიტომ ნახეთ რას აკეთებს ეს ქალი, სად დაუძახებდა სახლეულს, არავინ არ არის სახლში, ყველა ნილოსის თაყვანისცემად არის წასული, მაგრამ ეს ქალი ამ ჩაბღუჯული შესამოსელით ზის და ელოდება, როდის დაბრუნდებიან ისინი. ეს იცით კიდევ რას ნიშნავს? რომ თუ ეს იყო ვთქვათ მომენტალური აფექტის მდგომარეობა, რომ უცბად რაღაცა ნებით აენთო და ჩაავლო ხელი და რაღაცა გამოვიდა თუ არ გამოვიდა ეს საქმე, სანამ ისინი დაბრუნდებოდნენ, აფექტმა ხომ გაიარა. შენ ხო დაწყნარდი, შენი გონება ცოტა მაინც ხო დამშვიდა და დაწყნარდა. ამის შემდგომ ხო უნდა მოძებნო იოსები და უთხრა რომ აჰა ეს შენი რაღაცა ნაჭერია შემოიხვი ერთი და ნუ დარბი ხარაქტერი განან. ხომ უნდა მოხვიდი ამ გონებაზე. მაგრამ არა, ეს არის უკვე განზრახული ბოროტება. იმიტომ რომ ერთია ის აფექტური მდგომარეობა, რომ ეცა ვთქვათ და იმან ტანსაცმელი შეატოვა, მაგრამ მეორეა რომ ამ ტანსაცმლით ახლა ზის და ელოდება, როდის დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომ ნახეთ რა უთხრას, შეხედეთ, ჩვენთან საარშიყოდ მოუყვანია ეს ებრაელი კაცი, შემოვიდა ჩემთან დაწოლა მოინდომა და მე ყვირილი მოვრთეო. როცა ნახა რომ ხმას ავუმაღლე და ვიყვირე, ხელში შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გავარდა. გვერდით დაიდო ქალმა იოსების სამოსელი და ასე იყო მისი პატრონის შინ დაბრუნებამდე. ბატონის შინ დაბრუნებამდე, ესე იგი, ეს სამოსელი გვერდით უდევს, მთელი ეს სახლეული მასთან არის შეკრებილი, არის ვაი ვიშვიში, ამას ანუგეშებენ, ეს რა მოგვივიდა, ეს როგორი გველი შემოგვეპარა, იმიტომ რომ ალბათ ყველა შურდა იოსების, იმიტომ რომ უცბად მოსული კაცი, სრულიად ახალგაზრდა, პატარა ბიჭი, ყმაწვილი, ამხელა თანამდებობისა გახდა და ყველას ბრძანებლობს, ბუნებრივია რა თქმა უნდა, ყველა შურია, ყველა ამ ქარის მხარეს არის ეხლა და ანუგეშებენ ეთყობა ამ ქალს და ეუბნებიან რომ შენ უგეშინია, ეხლა პატრონი მოვა და ჩვენ ვიცით მერე ჩავამ დროს საცუდავი იოსების მდგომარეობა წარმოიდგინეთ, ეს ერთი ხელით ტანსაცმელი ქონდა და სადღაცა ახლა შიშველი დარბის სად დაიმალოს არ იცის რა გააკეთოს. უამბო ქმარს ეს ამბავი, ასე უთხრა, შემოვიდა შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემთან საარშიყოდ. როცა ყვირილი ავტეხე, შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა. როცა მოისმინა ბატონმა ცოლის ნაამბობი, ასე და ასე მომექცაო შენი მონა განრისხდა. ოღონდ ვისზე განრისხდა? ცოლზე. ცოლზე განრისხდა. თუ რატომ ცოლზე ხ გამოჩდება ტექსტში? ადგა და ჩააგდო ბატონმა იოსების საპყრობილეში. სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დაწყვეული და იყო იქ საპყრობილეში. როდის იყო შენ კაცზე თუ გარისხდები, იმას საპყრობილეში გავუშვებ, სადაც მეფის პატიმრები არიან. მეფის პატიმრები ვიცი ვინ იყვნენ? აი ამ წუთში ახლა მეფე გაუბრაზდა და ორი დღით გაუბახჩიო რომ დაიძახებს. ჩასვავს ორი დღით. ორი დღის მერე დააბრუნებს და შეიძლება დააწინაუროს კიდეც და ბოდიში იქეთ მოუხადოს. ესეთი იყო მეფის პატიმრები. და როგორ ფიქრობთ ახლა კაცზე რომელზეც გაბრაზებული ხარ, თუ მასში ეჭვი გეპარება რომ იმ მან შენს მეუღლეს რაღაც აკადრა, მეფის საპატიმროში კი არა. თუ რაიმე ყველაზე უფრო მტანჯველი ციხე არის, მას ან საერთოდ რომ მოეკლა ვინ მოკითხავდა პასუხს გეკითხებით. მონის მოკლის უფლება ჰქონდა მაშინ ჩვეულებრივად ეგვიპტეში. მონა რომელიც მან იყიდა, ეს იყო მისი აბსოლუტური საკუთრება, მისი სიცოცხლე ჰქონდა მას ნაყიდი. ამიტომ შეეძლო ყური მოეჭრა მისთვის, ენა ამოეკვეთა, დაესაჭურისებინა, ხელი მოეკვეთა, საერთოდ სიცოცხლე წაერთმია და მას ამისთვის არავინ პასუხს არ აგებინებდა, მით უმეტეს ამხელა თანამდებობის კაცს. და როგორ ფიქრობთ თქვენ ახლა წაიყვანა და იმ საპყრობილეში ჩასვა, ეს რას ნიშნავს? მეფის ისინი სადაც ისხდნენ. იმას ნიშნავს, რომ
გაარიცხდა ფოტიფარი არა იოსებზე, არამედ თავის ცოლზე, იმიტომ რომ მან ზუსტად იცოდა თავის ცოლის ზნეობრივი ამბები და ზუსტად მიხვდა რაშიც იქნებოდა საქმე და მიხვდა იოსები რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა აი ამ თავისი უკეთურის ცოლის გამო. ამიტომაც მან წაიყვანა იოსები იმ ციხეში, რომელიც მას ეკუთვნის. თვითონ არის უფროსი ამ ციხისა და ჩვენ აქ წავიკითხავთ, რომ ამ ციხის უფროსად დანიშნავს ის იოსებს. ჩვეულებრივი პატიმარი კი არ არის იოსები. ციხის უფროსია. წავიკითხავთ ამას, უბრალოდ სხვა რამე მინდოდა კიდე მეთქვა და ის სხვა რამე დამავიწყდა, ეთყობა არ იყო სათქმელი. უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა, მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში. ჩააბარა საპყრობილის უფროსმა იოსებს ყველა პატიმარი, ვინც კი საპყრობილეში იყო და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა. არაფერი არ ხდებოდა, რას ნიშნავს იცით? ნებისმიერი პატიმარი, მათი კვების საკითხი, რომ მათ უნდა გაისეირნონ, უნდა დაიბანონ, უნდა დაისაჯონ, არ უნდა დაისაჯონ, ყველაფერი ეს საკითხი ებარა აბსოლუტურად იოსებს. საზრუნავი არაფერი ჰქონდა საპყრობილის უფროს, რადგან უფალი იყო მასთან და ყველა საქმეში, რასაც აკეთებდა, უფალი უმართავდა ხელს. ეს გახლავთ 39 თავის დასასრული, ჩვენ 40-საც ვფიქრობ, რომ დღეს წავიკითხავთ. რადგანაც არ არის დიდი თავი და წინ წავიწევთ ცოტას. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის მეფის მწდემ და მეპურემ შესწოდეს თავიანთ ბატონს ეგვიპტის მეფეს. მწდე გახლავთ მეღვინე და ნუ მეპურე იცით რაც არის. განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს მტედს და ხუცუსეს და მეპუროთო ხუცეს და ჩაყარა ისინი ქონდა ქართუხუცესის სახლში. ნახეთ, ჩვენ რითი დავიწყეთ, რომ ფოტიპარი იყო ქონდა ქართუხუცესი. აქ ნახეთ, ჩაყარა ისინი ქონდა ქართუხუცესის სახლში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ფოტიპარზეა ლაპარაკი. ბიბლია პირდაპირ თუ არ წერს ამას, აქ ირიბად ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ქონდა ქართუხუცესი ბევრი კი არ ყავდა, ერთი ყავდა, ეს იყო ფოტიპარი და ამ სახლში ზის ახლა იოსები, რომელსაც განაგებს თვითონ. საპყრობილეში იქ სადაც იოცები იყო დამწყდეული. მიუჩინა მათ ქონდა ქართუხუცესმა იოსები და ისიც ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთმანეთთან ერთხან საპყრობილეში. რას ნიშნავს ახლა ეს სიტყვები? ნახეთ, მიუჩინა იოსები. ესენი ძალიან მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. და თვითონ ეს ქონდა ქართუხუცესიც ძალიან მაღალი თანამდებობის პირია ეგვიპტის ფარაონის კარზე. ამიტომაც, რადგანაც ისინი არიან ესეთი საპატივცემულო ადამიანები და ეს მეფის საპყრობილია, რომ ეგვიპტის ფარაონი თქვენ უნდა გესმოდეთ, ეხლა დღეს რომ ჩვენ ბრჭყალებში დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს რაღაცები აღარ ხდება, რომ ყველას უფლებები აქვს, იმან ესე უნდა თქვას და იმან ესე არ იყო ძველ დროში, ჩემო ძვირფასებო. ეგვიპტის ფარაონი ვინც იყო, მთელი ეგვიპტე მას აღიარებდა ღმერთად. ამიტომ რაც არ უნდა ეთქვამ, ეს ის უცდომელი ჭეშმარიტება იყო. ამიტომ ღებულობდნენ მის ნათქვამს ყველაფერს როგორც უცდომელ ჭეშმარიტებას. არავით არის დემოკრატია, ხალხის აზრი და არც თანამდებობის პირის აზრი იქ არავის არ აინტერესებდა, შენ რას ფიქრობ? თავარია რა თქვა ეგვიპტის ფარაონმა. აქედან გამომდინარე, ნახეთ, ეს ორი თანამდებობის პირი, რომელიც დღეს ციხეშია, ხვალ კვლავ შეიძლება იგივე თანამდებობაზე დაბრუნდნენ და მართლაც ასე მოხდება, რომ ერთ-ერთი დაბრუნდება. აქედან გამომდინარე, ეს ქონდა ქართუხუცესიც ხო კოლეგიალობის ამბავში ზრუნავს მათზე, ამიტომ მიუჩენს მათ იოსებს და ეტყვის, რომ იოსებ, შენ უნდა მიხედო ამ ხალხს, აი, როგორ რაღაც არის, იცით, რომ სტუმრად რომ მოგივიდეს ორი საპატივცემულო კაცი, მაგრამ ცოტა ხანგრძლივი სტუმრობა რო იყოს. ხო გქონიათ ესეთი რაღაცა, რომ ხანგრძლივად ჩამოგივიდა რაღაც თბილისში ვიღაც, ხანგრძლივად ჩამომივიდა, ვთქვათ, ვიღაცა ვიზიტით იყო რაღაც კონფერენციის მერე დარჩა, ვთქვათ, ერთი სტუმარი იყო მოძღვარი და ახლა გავიდა ერთი დღე და ორი დღე, მერე რო აღარ მეცალა, მას ერთი ძალიან საპატიო კაცი მიუჩინე, რომელმაც წაიყვანა ის და მოალოცინა, ვთქვათ, ალავერდი და შუამთა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მაგრამ ეს კაცი ჩემგან როგორი დობით აღჭურვილი პირი არის, ახლა ვინც იმას მივაბარე, ხო? ეს საპატივცემულო კაცი სადმე არ გადაჩეხოს, კაცო და რამე უბედურობა არ მოასწიოს, ანუ სრულად ჩემგან დობით აღჭურვილი პირი. ანუ ფოტიპარისთვის იოსები კვლავ იგივე პიროვნებად რჩება, ამაზე მინდა ყურადღება გაგიმახვილოთ და ამიტომაც მიაბარებს მოკლედ ამ ორ საპატივცემულო ადამიანს. ეს სიზმრა ერთ ღამეს ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი, ეგვიპტის მეფის მწდეს და მეპურეს, საპყრობილეში რომ იყვნენ დამწყდეულნი. ეხლა რაც შეეხება სიზმარს.
ეს კიდევ ცალკე თემა ეგვიპტესთან მიმართებაში, იმიტომ რომ სიზმრის ახსნის როგორ გითხრათ, ყველაზე უმაღლესი სასწავლებელი რა არის ბატონოგია მოსკოვში, აკადემია რაღაცის. აი ესეთი აკადემია იყო არსებობდა მაშინდელ ეგვიპტეში. როგორ უნდა აგეხსნა სიზმარი. თითოეული დეტალი რას ნიშნავდა. ამ აკადემიას ესე იგი ხარისხებს იცავდნენ ამაზე, რომ სიზმარი როგორ უნდა ახსნილიყო, როგორ უნდა ესე იგი განმარტებულიყო, მე რა ხდებოდა, რა არ ხდებოდა, როგორ იქნებოდა, წარსულს ეკუთვნოდა, მომავალს ეკუთვნოდა, აწყოს ეკუთვნოდა. ანუ ხალხი იყო, რომლებიც ამაზე ისხდნენ, მუშაობდნენ და ეხლა ვიხუმრე რა თქმა უნდა ბჭყალებში აკადემია, მაგრამ დაახლოებით ესეთი სასწავლებელი ჰქონდათ, რომელსაც სპეციალურად გადიოდნენ და ასწავლიდნენ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რა თქვი დავით? კი, როგორ არა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ფარაონის მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა, რომ ფარაონს რაღაცა დაესიზმრებოდა, იქ რა თქმა უნდა მაშინვე განხილვა უნდა დაწყებულიყო ამის რომ რა დაესიზმრა, როგორ დაესიზმრა და ჩვენ ვნახავთ ამ მაგალითს იგივე წიგნში. მივიდა მათთან დილით იოსები და დაინახა რომ დაღურემილები არიან. დაღურემილები რატო არიან, იცით? იმიტომ რომ სიზმარი ნახეს და ამხსნელი არ აყავთ. მეფის კარზე რა თქმა უნდა მაგის მეტი რა ყავდათ იქა, მაგრამ აქ ციხეში შედან ეხლა ეს ადამიანები ხა პრესტიჟულია ეს ციხე თუ ისეთია, რა ქვია, კარგია თუ ცუდია, ციხეში არიან. ამიტომ ამის საშუალება არ აქვთ რომ ამხსნელებს დაუძახონ და განმარტონ ეს სიზმარი. შეეკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომელიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად, მის ბატონის სახლში, დღეს რატომ დაგიღრეჯიათ სახეო. ნუ ეს მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქართულად არის ეს ბიბლია ნათარგმნი, ხანდახან ესეთი სიტყვები მაინც ხდებათ, რომ ეს დაღრეჯილობა ვეფხისტყაოსნის სიტყვაა და თანამედროვე ქართულში არ ამგონია ეს დაღრეჯილობა ასე იყოს გადმოსული, ზუსტად ვერ გეტყვით. უთხრეს სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ არ არის მისი ამხსნელი. უთხრა იოსებმა, განახვთისგან არ არის ახსნა. აბა მიამბეთ. ნუ იოსები რა თქმა უნდა თავის ღმერთზე დანდობილი კაცია და არაფერს არ ეშინია. უამბო მწდე თუ ხუცესმა, მეღვინეზეა ლაპარაკი. იოსებს თავისი სიზმარი და უთხრა: "ხედავ სიზმარში ვაზია ჩემს წინ. 3 ლერწი აქვს ამ ვაზს. როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო ყვავილი და დამწიფთა მტევანი. ხელში ფარაონის თასი მეჭირა, ავიღე ყურძენი, ჩავწურე ფარაონის თასში და თასი ფარაონს მივართვი." უთხრა იოსებმა: "ეს არის მაგისი ახსნა. 3 ლერწი 3 დღეა, 3 დღის შემდეგ თავს აგიწევს ფარაონი." თავს აგიწევს რას ნიშნავს, რომ პატიმარი რო ხარ, თავდახრილი უნდა იყო, ასე მაღლა ვერ იყურები. ყველა პატიმარს აიძულებენ, რომ თავი დახრილი კონდეს. თავს აგიწევს ფარაონი, ჩემს სამსახურში დაგაბრუნებს, კვლავ მიართმევ ფარაონს თავის თასს, როგორც ადრე მიართმევდი ხოლმე, როცა მისი მწდე იყავი. ეუბნება იოსები ამ სიზმარს უხსნის, რომელიც ნამდვილად ესეა ხდება. თუმცა კი, ამ სიზმარს თავისი სიმბოლური განმარტებაც აქვს, რომ ვენახი ყოველთვის მოიაზრება როგორც ღვთისერი, ამ შემთხვევაში ებრაელერზე არის ლაპარაკი, რომლისგანაც თქვათ დღეაო 3 დღის აღდგომას მოასწავებს, რომ ებრაელთან მოვიდოდა მხსნელი, რომლის სისხლის დაიღურებოდა, იმიტომ რომ ყურძნის სისხლი მოგეხსენებათ ყოველთვის ზიარებასთან კავშირშია, მაცხოვრის სისხლთან კავშირშია, დაიღვარა ეს 3 სისხლი, 3 დღის შემდეგ დაიღვარა სისხლი და 3 დღის შემდეგ თავს აგიწევს ფარაონი, ნიშნავს იმას, რომ აღდგომა მოხდება, შენი კვლავ აღდგომა მოხდება მკვდრეთით, ამას ესე მამები ალეგორიულადაც განმარტავენ, რა თქმა უნდა, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობითაც ეს სიზმარი, რა თქმა უნდა, როგორც ესე ახსნა იოსებმა, ზუსტად ისე ხდება. მაგრამ მე თქვენ გითხარით, რომ იოსები ერთ შეცდომას დაუშვებს მე. კიდე ახლა ვკითხულობ სწორედ აი ამ მოხს. ნახეთ, ხო აუხსნა. როგორც ადრე მიართმევდი ხოლმე, როცა მისი მწდე იყავი, კვლავ იგივე თანამდებობაზე დაბრუნდები. მე-14 მუხლი არის, მე-40 თავის. ოღონდ გამიხსენე, როდესაც კარგად გექნება საქმე, მიყავი სიკეთე, გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე მე ამ სახლიდან. ეს არის იოსების შეცდომა. იოსები ეყრდნობა არა ღმერთს, არამედ ადამიანს. ამიტომაც წინასწარმეტყველთაგან უფრო მეტად მოიკითხავს ღმერთი ადამიანების ცოდვას, ადამიანურ ცოდვას. რატომ, რაში გამოჩნდება ეს ყველაფერი? აი ეს მწდე, რომელსაც 3 დღის შემდეგ გაათავისუფლებენ,
2 წლის განმავლობაში დაავიწყდება მას საერთოდ იოსების არსებობა. იმიტომ კი არ დაავიწყდება, რომ უმადურია. ღმერთი მოაწყობს ამას ესე, რომ მას საერთოდ არ ახსოვს იოსების არსებობა. და გაახსენდება 2 წლის შემდგომ. აი ამ ერთი სიტყვის გამო იოსები მიიღებს 2 წლიან სასჯელს ციხეში. კვლავ ციხეში ზის, გასაგებია რომ ციხის უფროსია თუ რაღაცა, მაგრამ არ უნდოდა მას ეს თანამდებობა და არ უნდოდა იყოფნა. ნახეთ რა შეუნება, რადგან მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია, ისეთი რომ დილეგში ჩავეგდე. დაინახა მეპურე თუხუცესმა რომ კეთილად ახსნა იოსებმა სიზმარი და უთხრა მას: მეცმე სიზმრა სიზმარი, აჰა სამის მოწნული კალათა მადგას თავზე, ზემო კალათაში ფარაონის ნაირ-ნაირი საჭმელი აწყვია, ზარეულის გაკეთებული, ჩიტი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან, მიუგო იოსებმა და უთხრა: ეს იქნება ახსნა, 3 კალათი 3 დღეა. 3 დღის შემდეგ აქწევს ფარაონი, ხეზე ჩამოკიდებს, ფრინველები დაძიძგნიან შენ ხორცს. მესამე დღეს მეოცე მოხს ვკითხულობ. ფარაონის დაბადების დღეს გაუმართა ფარაონმა ლხინი თავის მორჩილებს და მოიკითხა თავისი მორჩილთა შორის წდე თუხუცესი და მეპურე თუხუცესი. დააბრუნა წდე თუხუცესი თავის ადგილზე, იგი კვლავაც მიართმევდა ფარაონს თავს, ხოლო მეპურე თუხუცესი ხეზე ჩამოკიდა, როგორც განუმარტა მათ იოსებმა. არ გახსენებია წდე თუხუცესი იოსები, დაავიწყდა. პირდაპირ ბიბლია ამბობს, დაავიწყდა, საერთოდ არ გახსენებია. ეხლა როგორ მოხდა ამათი განთავისუფლება, ამაზე ძალიან საინტერესო გადმოცემაა. რატომ ჩასვა საერთოდ ეს ადამიანები ციხეში? აღმოჩნდა, რომ როდესაც ესე იგი ტრაპეზზე დაждდა ფარაონი და თასი დღვინო აიღო, შიგნით იყო ბუზი ჩავარდნილი. ხო და ეს თავარი მეღვინე იყო ქვეყნის. გამოუძახეს და ჩაყუდეს ციხეში. ამის შემდეგ პურის ჭამა დაიწყო. უკაცრავად. პურის ჭამა დაიწყო და შეყვა კენჭი აი ამ პურში. და კინაღო კბილი მოძრა. გამოუძახეს თავარ მეპურეს ქვეყნისას და ჩააყუდეს ისეთ ციხეში. მაგრამ ეხლა რა ხდება, ნახეთ, დაბადების დღე აქვს ფარაონს და მოიკითხა ერთის და მეორეც. დაუძახა იქაურ ბრძენ ხალხს და უთხრა: აი ესეთი რამის გამოზის ორივე ციხეში. რომელს ეკუთვნის სასჯელი და რომელს ეკუთვნის გათავისუფლება. ბრძენმა ხალხმა უთხრა: ბუზი არის ცოცხალი არსება. ამიტომ ის ნებისმიერ წამს შეიძლება შენ პირთან რო იყოს მოტანილი თასი, მაშინაც კი მოახერხოს რომ მოფრინდეს და ჩაჯდეს შიგნით. აი, აქამდე რო გაქვს მოტანილი, ხო, შეიძლება მოფრინდეს და ჩაჯდეს. ამიტომ რა შუაშია წდე თუხუცესი? მეღვინე რა შუაშია? მაგრამ პური რო არ არის კარგად გაცრილი, ეს ამ შემთვალწი ხო არ წრიან აქა. ეს იქ ყანა დამუშავდა, მერე მოსავალი დააბინავეს, მერე გააცრეს. ამ ყველაფერს ტექნოლოგიას ხომ თვალს უნდა ადევნებდეს მეპურე თუხუცეს. ნუ არ ვიცი ხა რამდენად ეს სასჯელი მისთვის სამართლიანი იყო თუ არ იყო, მაგრამ ამ ბრძენმა ხალხმა გამოუტანა განაჩენი, რომ ის შეიძლება იყოს შეგნებულად გაკეთებული იმისთვის, რომ ფარაონს გადაეყლაპა ეს თქვა, შეიძლება საწამლავი იყო, შეიძლება რა იყო, შენი ტრობა უნდა და არ უნდა და, მოკლედ მან ღმერთს გაუბედა, რომ კენჭიანი პური მიართვა რა. და ამან გაუბედა, ამას არ გაუბედავს არაფერი, იმიტომ რომ ბუზი ცოცხალია და შეიძლება მოფრინდეს და კენჭი ცოცხალი ხო არ არის, რომ თავის ჩახტეს პურშიდან. ამიტომ ესეთი განაჩენი გამოუტანეს ამ ორ ადამიანს. მაგრამ კიდევ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ნახეთ, ფარაონის დაბადების დღე იყო და ეს ფარაონმა გადაიხადა თავის დაბადებას. ბიბლიაში არის სულ მოთხრობილი 2 დაბადების დღის შესახებ. მე დამაინტერესა ძალიან ამ ფაქტმა, რა მეტი ვერ ვიპოვე. ვისაც არ ვკითხე, ვითხრეს რომ ჩვენც ესე ვიცითო და მართალი გითხრათ ძალიან საინტერესო იყო. 2ჯერ არის აღნიშნული თემა, როდესაც ვიღაცამ გადაიხადა დაბადების დღე და ეს ორივე გახლავთ ნეგატიური პრობლემა. აზრი. ცუდი. რატომ? ერთი არის ფარაონი, გეტყვით და მეორე არის იროდი მეფე. რომელმაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოკვეთა. თავის დაბადების დღეზე მოხდა ეს ამბავი. თელ ბიბლიაში 2 დაბადების დღე რადგან არის აღნიშნული, ადამიანები სწორედ ძველი ხალხიო ამას ესე განმარტავდნენ, რომ მე რაც მოვიპოვე, ესე ამბობდნენ, რომ ერთია რომ დაიბადე, მაგრამ მეორეა როგორ იცხოვრებ და დაიმსახურებ თუ არა შენ ცათასასუფეველს. ამიტომაც ჩვენ შეიძლება აღვნიშნავდეთ ჩვენს ანგელოზის დღეს, როდესაც ჩვენი ვთქვათ მოსახელე წმინდანის ხსენება არის
მას ვევედრებოდეთ იმისთვის, რომ მომავალი საუკუნო ცხოვრებისთვის მოგვამზადოს. მაგრამ პირადად შენი დაბადების დღე, როდესაც შენ ხორციელად მოევლინე ამ ქვეყანას, დიდს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ამ დაბადებით ის დაბადება გარანტირებული არ აქვს, სათასასუფეველში დაბადება გარანტირებული არ აქვს. ეს უნდა დაიმსახურო შენი ცხოვრებით. ამიტომაც დაბადების დღის წინასწარ აღნიშვნა ამ შემთხვევაში ცოტა უხერხულია. თანამედროვე სამყაროში რა თქმა უნდა ჩვენ აღნიშნავ დაბადების დღეს არ მე სხვათა შორის მეგონა თავიდან რომ მარტო იეღოველები გძალავდნენ დაბადების დღის აღნიშვნას და მიკვირდა კაცო რა უნდათ ამ იეღოველებს რატო გძალავენ ამ დაბადების დღის აღნიშვნას თორემე აღმოჩნდა რომ არა ბიბლიაში წერია ესე და ბიბლიაში დაწერილი ზოგადად ჩვენ რაც პოზიტიურია ყველაფერი უნდა მივიღოთ პოზიტიურად და რაც ნეგატიურია იმიტომ რომ ერთხელ მომხდარი ფაქტი დღევანდელ დღესაც ჩვენ იგივე ფაქტად უნდა მივიღოთ მაგალითად რა არის ცუდი და რა არის კარგი რაზე ამბობს ბიბლია რომ ეს რომ მოხდა ეს ცუდი იყო ეს დღევანდელ დღესაც ცუდი არის მაგალითად რომ დალია ნოემ ღვინო და დათვრა ეს არ არის კარგი ფაქტი ეს ნოეს კი არ ამართლებს რომ მან არ იცოდა ეს ითხე თუ როგორ იყო თუ არ იყო თუ იყო თუმცა კი სხვა პრობლემებზეა ლაბორატორი თვითონ დათრობის ფაქტი არ არის დადებითი ფაქტი ბიბლიაში ხომ შესაბამისად არც დღევანდელ დღეს არ არის იქ რაღაცა მრავალწოლიანობა არ არის თქვა მოსაწონი ფაქტი თუმცა კი ხდებოდა ხო მაგრამ აი აქაც არ ეთანხმება ამას დღევანდელ დღესაც რა თქმა უნდა ჩვენი ზნეობრივი კანონები და საეკლესიო კანონები ასე რომ ეს ფაქტის თვითონ დაბადების დღის აღნიშვნის ფაქტიც ნახეთ როგორ დამთავრდა დაბადების დღეზე ამ ფარაონმა ეთყობა ერთი ორი ჭიქა რომ გადაკრა გაახსენდა სად არიანო კაცო აქ რო თანამდებობის და შენ არ დაამწვდე ყვარყვარეს ამბავი ხო გასულ შენ არ დაიჭირე ბატონო რო ეუბნებიან ყველა როს ციხეში ხო და ხო მოუყვანეს განაჩენის გამოუტანა ერთი ხეზე ჩამოკიდა მეორე თავის თანამდებობაზე დააბრუნა ესე იყო იროდის შემთხვევაშიც იროდიმ თავის დაბადების დღეზე დალია ნახა რა კარგად ცეკვავდა ესე იგი ეს სალომეა ვინც მის წინ ცეკვავდა იყო მისი ძმის შვილი რეალურად მისი ხორციელი ძმის შვილი და მისი ხორციელი ძმის ცოლი მას ყავდა ცოლად შერთული. ამიტომაც წარმოიდგინეთ, მისი გერი და ამავდროულად მისი ძმის შვილი ცეკვავს მის წინაშე და ეს ადამიანი, ესე იგი, მოდის აღფრთოვანებაში და ამბობს, რომ რაც გინდა მთხოვე. ისე უნება იოანე ნათლისმცემლის თავი. გაუშვებს მეხლეს მოაკვეთინებს თავს და მოუტანს იოანე ნათლისმცემლის თავი. ამიტომაც ორივეჯერ დაბადების დღის აღნიშვნა ბიბლიაში მოკლედ ნეგატიურად არის მოხსენიებული. ასე რომ თქვენ თუ დაბადების დღეს აღნიშნავთ, მე არ გამომაპაროთ მაინც. მაინც რო იცოდეთ, მაგრამ ზოგადად უფრო უკეთესი იქნება ანგელოზის დღეს რო აღნიშნოთ. დახან თემა მოიტანა, მე გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, ძალიან საინტერესოს, თუ რატომ გადაწყდა რომ იოანე ნათლისმცემლისთვის თავი მოეკვეთათ. ნახეთ როგორი რამ მოხდა. ჯერ სანამ დავწერდე მოგიყვებით თვითონ ისტორიას. იროდი რამდენიმე იყო და სახელები რო არ აგერიოთ, ერთი იყო იროდი დიდი, რომელმაც ბეთლემელი ყრმები ამოწყვიტა იესო ქრისტეს რომ ეძიებდა, რომ მისი მოკლა რომ უნდოდა, ხო? რომ კვდებოდა თვითონ იროდი, თავისი სამეფო გაყო 4 ნაწილად. და ეს 4 ნაწილი ჩააბარა თავის 4 შვილს. ერთ-ერთსაც ერქვა იროდი. ერთ-ერთს ერქვა ფილიპე. ერთს კიდე რაღაცა კიდე სხვა სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ მოდი ჩვენ ამ იროდიზე და ფილიპეზე ვილაპარაკოთ. ანუ მეოთხედ მთავარი რატო ქვია? მეოთხედის მთავარია, სახელმწიფოს მეოთხედის მთავარია. ერთის იროდი, ერთის ფილიპე. ფილიპეს ცოლი იყო იროდიადა, ესეთი სახელი ერქვა და მისგან შვილი ყავდა სალომეა. ფილიპე იყო კაცი, ძალიან ბევრი სახელებია, ხო არ დაგაბნიეთ? ფილიპე იყო კაცი, რომელიც იყო რომის პაპში, იმასთან პაპში სახელმწიფოში, აი ესე რომ წარმოიდგინეთ, იროდი და ფილიპე. პირობითად მაქვს გაყოფილი 4 ნაწილად ეხლა სამეფო რა. ამ ნაწილს ნართავს იროდი, ამ ნაწილს მართავს ფილიპე. ხორციელი ძმები არიან. ფილიპე გახლავთ რომის კეისართან დაახლოებული პირი. უпростоრად იქ კეისართან იყო დღედაღამე რომში და არ ჩამოდიოდა საერთოდ აქ. არ ქონდა რაღაცა აქ დიდი ხო რა,
იქ იჯდა მშვენივრად გრძნობდა თავს, ერთობოდა გადასარევად რომში იყო და საერთოდ არ ადარდებდა აქ რა ხდებოდა. იროდის ჰქონდა ამბიცია, რომ ამისი სამეფოდ და ეს მთლიანად მას გაერთიანებინა და თვითონ გამختارიყო მამამისივით მეფე. მაგრამ ამისთვის რამდენიმე რამ უშლიდა მას ხელს. პირველ რიგში რაც უშლიდა ის იყო, რომ ზუსტად იცოდა, რომ თვითონ დიდი იროდი ებრაელი არ იყო. მან ეს მეფობა ძალადობრივად მიიტაცა. მან მოახერხა ის, რომ ვიღაცას იქ რომში ფული გადაუხადა, აქ ვიღაცას თავი მოაჭრა. მას რამდენიმე საკუთარი შვილი ყავდა მოკლული. ძალიან ისეთი კაცი იყო, მოყოლაც კი ძნელია. ესე იგი, იმდენად სასტიკი ადამიანი იყო. შვილს, რომელსაც შეატყორო რაღაც ამბიცია ჰქონდა მეფობისა, მოკლა, სიკვდილით დასაჯა. ამიტომაც წარმოიდგინეთ ეხლა ეს 4 შვილი, რომელიც ესე 4 თავრად ყავთ დატოვებული, ეხლა მისი შვილები რა იქნებოდნენ? თლად ჯამთელი არც ერთი არ იყო. აი ეს ფილიპე, თავის მეუღლე იროდიადა, რომელიც უკვე გითხარით, ეს იროდიადა გახლავთ ებრაელი. და ებრაელი არაჩვეულებრივი ებრაელი, არამედ სამეფო გვარის სანათესაოდან. რეალურად ესენი არ არიან ებრაელები და მეფობენ ებრაელებზე, მაგრამ ამას ყავს ცოლი, რომელიც არის ებრაელი და სამეფო გვარის შთამომავალი. ამიტომ ეს იროდიადა, აგერ დავწეროთ იროდიადა. უკავშირდება ეძებს, მოკავშირებს და პოულობს იროდის. რა თქმა უნდა, იროდის ეუბნება, შენ ამბიციური კაცი ხარ, გინდა ეს სამეფო რომ იმეფოს და ამბავი იყოს, ხო? მე მეკუთვნის ეს მეფობა შთამომავლობით, იმიტომ რომ გვარიშვილობა მაქვს ესეთი. ამიტომაც ეს ფილიპე არაფერი მაგისგან არ გამოვა, ამიტომ იროდიადასთვის თავარი იყო, დედოფალი გამختارიყო და სულ არ აინტერესებდა მას ფილიპე და არც იროდი არ აინტერესებდა, მინდა გითხრათ, მას აინტერესებდა ერთი რამ. მაგრამ შვილი ყავდა სალომეა, ამისგან ფილიპესგან სალომეა. ამიტომ ეს იროდიადა და იროდი გახდნენ ცოლქმარი. წამოვიდა ეს რომიდან იროდიადა თავის ქალიშვილთან ერთად და დაიწყეს ცხოვრება ისრაელში. ეხლა ისტორია როგორ ვითარდება, ნახეთ. იოანე ნათლისმცემელი გამოდის და ამხელს ეუბნება, რომ ეს ძალიან დიდი ცოდვაა. არ შეიძლება შენი ძმის ცოლი ყავდეს ცოლად. ის რომ გარდაცვლილი იყოს, მაშინაც არ შეიძლება, იმიტომ რომ თუ შთამომავლოდ რჩება, მაშინ უნდა შეერთოს ძმამ ძმის ცოლი, რომ მას შთამომავლობა გაუგრძელოს, თუ თუ ყავს შვილი, ამ შემთხვევაში კი არ შეიძლება. ამიტომ ეუბნება, რომ ეს არის უკანონობა და უსჯულოება. იროდი არის ძალიან აი როგორ გითხრათ, აი სუსტი კაცები რო არიან. სუსტი, მისი სისუსტე იცი რაში ჩანს კიდევ რომ მას იოანე ნათლისმცემელი ძალიან უყვარს. უსმენს მას. პირდაპირ წერია სახარებაში რომ ის უსმენდა იოანე ნათლისმცემელს. ციხეში რატო ჩასვა, იცით? როგორც კი იოანე ნათლისმცემელმა დაიწყო მხილება იროდის და იროდიადასი, იროდი ამას დაემუქრა სიკვდილით. მოუკლაო არ ვაცოცხლებო, თქვა და მას ამის ის ჰქონდა შესაძლებლობა. ვიღაცას მოაკვლევინებდა იოანე ნათლისმცემელს. ამიტომ იროდი იოანე ნათლისმცემელი ჩასვა ციხეში იროდიასგან დასაცავად. იმიტომ კი არა რომ რამეს აშავებდა. აი იოსების ამბავია ზუსტად. ნახეთ, რატო ყავდა ციხეში, იცი რომ თავისი ცოლისგან რომ დაეცვა. იროდიც იოანე ნათლისმცემელს ციხეში ცვავს, იმიტომ რომ თავისი ცოლისგან დაიცვას. ხედავდათო რა დღეში ვართ? ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს იხდის დაბადების დღეს. ამ დაბადების დღესაც რა თქმა უნდა თავისი გამიზნული პოლიტიკა აქვს. მოწვეული ყავს აქედან 4-ვე მთავრობიდან ხალხი. უნდა რომ ამ 4 მთავრობას მოაწონოს თავი. უნდა რომ უთხრას რომ ბატონო მე ვარ ნამდვილად ვისაც მეკუთვნის ეს ყველაფერი. განამარტო იმიტომ მეკუთვნის რომ ამბიცია მაქვს. აგერ ნახეთ ცოლი ესეთი მყავს, რომელსაც სამეფო გვარი აქვს და ნამდვილი მემკვიდრეა. ბატონო? ფილიპე როგორ შეეუბნა ამ იროდიადას? ვაფშე არ დარდება. არ ჩამოსულა რომიდან. საერთოდ არ ჩამოსულა. ნახეთ ცოლი ესეთი მყავს. იქ შვილს გავაჩენ კიდე ბიჭი იქნება თუ არა სალომე აგერ არის და სალომეა შვილი ავტომატურად ამას ეხა თავის მეფობის ამბავია. ამიტომ ამ იმაზე გამოიჩინა თავი, იქ ალბათ ბრტყელები ლაპარაკა, როგორც ჩვევია ხოლმე ადამიანებს და ამ დროს ხდება ესეთი რამ. გამოდის და ცეკვავს სალომეა. ეს რატომ არის ხაზგასმული ეს ამბავი, იცით? იმიტომ რომ
მაშინ მეფის თავმავლები არ ცეკვავდნენ. სახარებაში რატო წერია რომ სალომეა მიცეკვაო? სხვა რაღაცით მოაწონებდა თავს ახლა თუ მან და მაინც ხორციელ ბნებაზე იყო ლაპარაკი რაღაცა მოგლეგაბას ჩაიწვევდა ბოლო-ბოლო ისე და რაღაცას რა ვიცი ახლა რაღაცას მოიგიგებ. მაშინ მეფის თავმავლები არ ცეკვავდნენ და იროდიმ რომელმაც იცის რომ არანაირი მეფის თავმავალი თვითონ არ არის ზის ღვინით არის გაბიჟვინებული და ხედავს რომ მეფის თავმავლის წინაშე მას ეკვადრება პირიქით ცეკვა და პირიქით მეფის თავმავალი ისე იმდაბლებს თავს რომ მის წინაშე ცეკვავს. ეს იყო მისთვის ძალიან სუსტი წერტილი. იმან მიხვდა რომ ეს იროდიამ ესე იგი როგორი საჩუქარი გაუკეთა დაბადების დღეზე. ეს ამ ქალის გაკეთებული საჩუქარია. იროდიას გარეშე ეს გოგო ვერ იცეკვებდა. დედის ნებართვის გარეშე გამორიცხული იყო, ვერ გამოვიდოდა და ვერ იცეკვებდა. დედამ გაუკეთა ესეთი საჩუქარი იროდის, რომ აი შენს წინაშე ცეკვავს ახლა მეფის ნამდვილი შთამომავალი. და ამანაც თქვა რომ რაც გინდათ მთხოვეთ, ყველაფერს გავაკეთებ. ესეც დარიგებულია დედამისისგან. რატო ვთქვი რომ დედამისის გარეშე ვერ იცეკვებდა მე? სამაგიეროდ რა მოეთხოვა? რა მოეთხოვა სამაგიეროდ ზუსტად იცოდა. პირდაპირ ეუბნება იოანე ნათლისმცემლის თავით. და იროდისო შეერწყაო ფიცისათვის, რომელ ფიცია ლაპარაკი ახლა სისულელეს რო გთხოვენ, დაფიცებული რო კონდეს, უნდა თქვა რომ არა, დაფიცებული მაქვს და გავაკეთებ სისულელესო? რომელ ფიცია ლაპარაკი? არა, მინდა ვსვარავე. წავიდა და მოაკვეთინა იოანე ნათლისმცემლისთვის თავი. მოკლედ აი ესეთი იყო ეს ისტორია. ეხა ეს რაც გამახსენა დაბადების დღესთან დაკავშირებით ორჯერ არის მოთხრობილი ბიბლიაში და ორივეჯერ ესეთი ამბავი მოხდა, რომ ერთხელ საწოდავი მეპურე ჩამოკიდეს ხეზე და მეორე იოანე ნათლისმცემელს მოკვეთეს თავი. ასე რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა თუ შეკითხვები გაქვთ, კითხეთ თუ არა და დავამთავროთ.